Დაგავარკვიეთ და მაგას ვიზახდით, სულ ლილვაშვილი კურირებს ამ კოლცენტრს. აწალმა ბავშვმა მე მითხრა ადრე. Მამა ვერ ვახცევ თავსო და 2 დღით 3 დღით ადრე ესე რა. რატომ მეთქი შვილო, რომ ეცოდნენ ეს არ მიმევალდი მაგ სამსახურშიო. ჩვენ სამსახურსო კურირებსო, სუს ლილვაშვილი და შსსიო. ეს შინაგანსაკუთრებთა სამინისტრო ლილვა გომელაური აუხსენებია მაგას. მოგამიგეთ. ეხლა ვფიქრობ გომელაურია იქ, ხო უფროსი. ეხლა მოადგილე თუ არ გომელაურს ხო ეცოდინებ, იმიტომ ვიწახ გომელაურს ინფორმაცია ექნება გამორიცხულია. ხო და ეხლა დამტკიცდა თურმე ხო, ლილვაშვილი ყოფილა. არველი და ფულებს თურმე იპარავს იქიდან ლილვაშვილი. ეს ის პერიოდია, როდესაც ჯერ არამძულებით ვერ ვლაპარაკობთ კოლცენტრებზე. არსებობდა ეჭვი ჟურნალისტური გამოცემები, მაგრამ ხელისუფლება მოკლედ უარყოფდა. აი ზეგის შესახებ რა შეგიძლიათ? ეს არის ის კომპანია, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი. ზეგი დაიკეტა, არც ლეპტოპი დაგვიბრუნეს, არც არაფერი და აიგრე რა, ზეგი დაიშალა, წავიდნენ სულ ყველანი. რა ტიპის კომპანია შეიძლება ეს ყოფილიყო, როგორ ფიქრობთ? არ ვიცი, მოტყუებით კი შევიდა თამუნამანდა. კოლცენტრი შეიძლება. კი, დაენდო ვიღაცას და მე რო ნახარ, არა, ეს ის არ არის, რაც თვითონ მეგონა, იმის შემდეგ დაეჭვიანდა ბავშვი. ძალიან ცუდ დღეში იყო, ბოლო პერიოდზე ვეუბნებოდი, რა ხდება, შვილი არაფერს არ მეუბნებოდა. შედიოდა თავისთავად ოთახში და ხან ტიროდ, ხან რაღაცად იყო და ვერ აღწევდა თავს, თურმე მუქრებია. ეგეც გავიგე, თუ ოჯახს დამოგიხოცავ, თუ სიტყვა გავიდა აქედან. წარმოიდგინე. ეს ახლა გარკვიეთ? არა, დიდი ხანია ეს სიტყვა, დიდი ხანია ესა. თურმე მუქრებიან. სადღაც იმის 1 წლის შემდეგ. წარმოიდგინე, ახლა აღმოჩნდა ლილვაშვილი, ლილვაშვილი ყოფილა. მოგამიგე. ეს ერთი, მეორე კიდე. გომელაურმა არის ის აჭულაშვილი რო იძახდა შენი გოგო დიდ შარშია გახვეული, ის ხმა კიდე ყურებში მაქვს. იცავ მაღალ ღმერთს. როგორ მეთქი? დანარჩენს მე გეტყვიო და გათიშა ტელეფონი, აღარ დამიკავშირდა. ამოვავებინე. გამომძიებელი, რომელიც შეიცვალა მე ხო. ესა, დადო ბაჭულაშვილი ქვემო ქართლიდან. მინისტრის გარეშე არ ხდება ეგეთი რაღაცა. ეგეთი რამე არ დააწინავრეს ეს. არ გამოიძიეს. რა ქვია, დაშა ბაკურაძე, პოლიციის უფროსი. არც გამოვიდა შეხვედრაზე, არც არაფერი. უკანა კარებიდან გავიდა, გაიქცა და წავიდა, всё. ერე მიკითხეთ 2 თვე შვებულებაშიაო, ბაჭულაშვილი 2 თვე შვებულებაშიაო. ყველა შვებულებაში გაუშვეს, დააწენოს ბაჭულაშვილი, ქალაქში გადმოიყვანეს. მოგამიგე, რა ძალა ედგა მოეუბნებოდა ბაჭულაშვილი ამას. დავიჯერო ეხლა გომელაურმა არის, ისეგა? ბავშვი რო იძახდა, დამტკიცდა ლილვაშვილზე. შინაგან საქმეთა სამინისტროში ვინ კურირებს, ვინ არის გომელაურმა არის, ისეგა? ეს ხო არ არის სათამაშო, ხო? ეს მაღალ დონეზეა ეს ამბავი. კაი, ინდაც მესამე. ვინ ალგეცან რო ვიყავით? გიორგი ღარიბაშვილი. ადვოკატი რამიშვილი, ელისო კილაძე, ეკა ქობესაშვილი, ჟურნალისტები, ვართ 10 ვართ. ეს კაცი ძალიან ღელავდა. აი დაწყნარდი კაცო, სალაპარაკოდ მოვედით რაღაც, აი სიტყვაზე ვეღარ იძახდა, არა ეს კაცი ძალიან მე აი ესა დამხედა და იციო შენ შვილს თავი არ მოუკლია, მოკლესო. ეს ღარიბაშვილი ამბობს. კი ბატონო. და ვინ იყო ეს ღარიბაშვილი? გიორგი ღარიბაშვილი. თვითონაც არც მიკითხია, წითელ წყაროელი ხო არა ხარ, მეთქი ბევრს ვიცნობ იქ და არაო და მე მითხრა ხო ღარიბაშვილი, რა, ჩემ ბიძაშვილიო, თავდაცვის მინისტრი იყო ესა. აი ყველაფერი რატო ემთხვე ერთმანეთს, მე აზრი არა ვარ რა. კიდე რომ უნდა დავშორებული იყავით, ხელი მომკიდეს, იცოდე ძმაო, შენი შვილი მოკლესო. შეხვედრა მინდოდა ამ კაცთან. რამდენჯერაც წავედი, 5-ჯერ წავედი და უცბად მანქანები მოცვიდნენ რა. ვერ უახლოვდებოდი ამ კაცს მე. გამომძიებელს. არა, იმ კაცს გიორგი ღარიბაშვილს. თითქოს ჩასაფრებულან იქა იცავდნენ იქაურობას რა, ესე გამოდის. მე ერთი ახლობელია, მე ვთქვა შემახვედი რა ამ კაცსა რა. კი უკაცო რა იქ ცხოვრობს. გავიდა 2 დღე მირეკავს ეს პიროვნება და ძმაო, ის კაცი გარდაცვლიდა. როგორ თუ გარდაცვლიდა, გულმა მომწყუნაო. აზე ხარ? ხო რა თქმა უნდა ეს აი ეს საქმე საეჭვოა, რატო არ იძიებენ მაგს და გამოიძიონ ეგ საქმე. ის კაცი ისე
აფორიაქებული იყო რაღაცის თქმა უნდა და აი რაღაცნაირად მეორეჯერ აძალა ედგა იმ კაცს ღმერთმა აცხოვნოს პირდაპირ ვიტყვი ათელში იყოს არა ჩანდა ის პიროვნება მაგისგან არაფერი არ მაქვს საწყი ხელი მომკიდა ხო გითხარი ძმაო ვიცოდე შენი შვილი მოკლესო დღეს მე ქალბატონ თეონას ვუსმენდი, რომელიც ამბობდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში საშვის გარეშე შედიოდა. ეს ჩემთვის ახალი ამბავი. კი ბატონო, რამოდენჯერ იყო? თქვენ არ ამბობდით ადრე, ეს ახლა დაადგინეთ? არა, იმაში მოვდივარო და მე პიროვნებამ რო თქვა შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოდიოდა თამარიო. აი მე დავამტკიცე ცეგა. ორთაჭალაში მოვალ მამა. ორთაჭალაში მოვალ ერთი 9 საათი გადიოდა პერიოდი რა მე გავიგეთ რომ ორთაჭალაში თურმე შინაგან საქმეთა სამინისტროში შესულა რამოდენიმე ჯერ და საშვის გარეშე და ის ბაჩანა თუ შედიოდა შასვის გარეშე სტროლი რო ყავდათ ტელეფონით მეშვიდე სართულზე ვალერიან თელიასთან იქა ეს რა იყო სჭირდებოდათ ამის twin სჭირდებოდათ ინფორმაცია ნებისმიერ დაავალებდნენ ამას შედი იმას შედი იმას შედი რა როლი გამოიკვეთა რა როლს ასრულებდა ბაჩანა არაფერი ტროლი იყო ამათი არა ამათია ალბათ ბევრ საქმეში გამოუყენებიათ ეგა რა ბოლოს გაქრა საერთო რამე არაფერი მეგობარი არაფერი არ ყოფილა просто ხალხის თვალში რომ რაღაცა დალახი შემოგვაყონ ესე იყო რა ბევრ სიბინძურე მოიგონეს რაღაცა, მაგრამ სიმართლე მაინც არ იკარგება. აი ბატონ ჯუმბერ 6 წლის წინ, როდესაც ეს ამბავი, ეს შემზარავი ამბავი მოხდა, ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართული ჟურნალისტები, მადლობაზე მეტი არაფერი მეც. მაგრამ აი მაშინ ასე პირდაპირ კოლ-ცენტრი, იმიტომ რომ ჯერ კიდე არ იყო ამაზე ინფორმაცია, ან თამარის შინაგან საქმეთა სამინისტროში ასე არ იყო ეს მე გავიგეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლა. წეღა რომ ის ხშირად ამბობდა რამიშვილი ციხეში რო წავიდა ვიღაცა იჯდა სუსიდან იმან უთხრა სუსის შენობაში თამარი იყო რამოდენიმე ჯერ მე მივაწოდე ფლეშკაო აგე რამიშვილის ვინ ხო შევიდ მე არ შემიშვედო რამიშვილი შევიდა ხო ეს ამბავი ყველა მის სუსის თანამშრომელი მის ჭილი იყო სადღაც 9 წელი ამის შემდეგ მოუხსნეს და 2 წელი დაუტოვეს პიროვნება აღარ არის ციხეში აღარ არის ეთქობა საზღვარგარეთ დააფინანსდა და გაუშვეს თქვენთვის არ დაუბრუნებინათ არც ლეპტოპი არც ფლეშკა ორი ფლეშკა ქონდა მაგარი ინფორმაციები ქონდა ფლეშკაში ერთხელ გაყრით რაღაცები მაჩვენ ამას გამოძიება რომ დაიწყება მე ვეტყვი დამტკიცებით არა დამტკიცებით მე ვეტყვი რაც იყო რა არა ადამიანმა რომელმაც იცის კიდე ისიც უნდა მოვიხვა საზღვარგარეთ არის ახლობელია თამუნას ისიც უნდა იყოს თუ იმის გარეშე ვერ ვიტყვი მე დამტკიცები პირდაპირ ხელს ვადევ და ვამტკიცებ დღეს დღეობით გამორიცხულია ვიძახდი ლილუაშვილზე აგე დამტკიცა თვითონ თავრობა იწევს გამოვიდა არა თამარ ბაჩალიშვილის არაფერ ჩვენ იმაში არა ვართ ამ საქმეში იცით რა მაინტერესებს კოლ-ცენტრებთან კავშირი ეს ერთია რომ შეიძლება ყოფილიყო და ეჭვს ალბათ მაინც აძლიერებს ის რომ $75000 ხომ ხარ მეშლება ეს ციფრი რომ ეს ანგარიშზე იყო ამ ხელა ფული ახალგაზრდა გოგოს ასაკში ვერ ექნებოდა მაგრამ ეს თვითკვლელობა უკვე სხვა თემა თვითკვლელობა არა მაგაზე აი ფიქრიც არ შეიძლება სიცოცხლის სავსე ამერიკას წასვლას აპირებდა არაფერი არ დამიკლია მაგისთვის მანქანა მეორე მანქანა უყიდე ცალკებინა უყიდე ზღაპარი ეგეთ რაღაცები რა ხო იცი მაგად სუსის ის არის რა ეგეთი რაღაცები რა სპექტაკლები მოუყვეს თავისებს ლილუაშვილმა რა ალბათ თვითონ დაჭირდება კამერაში დიდი ხნით იქნება და მაინც თუ მართლაც კანონი არსებობს უნდა დიდხანს უნდა იყოს ლილუაშვილი რაც სიცოდვე აქვს ჩადენილი მაგას ქალბატონ თეონა საუბრობდა ასევე მის შესახებაც, რომ თვითონ მანქანის ექსპერტიზა რომ ჩატარდა. მეორე დღესვე იქ წინა დღეს მეც ვიჯექით ამ მანქანაში და ამ ყოველ დღე მე ვეხებოდი მას, მე გავუკოქავდი, გავუწმენდავდი. და როგორ იყო? რატო არ იყო თეონას? გაწმინდეს ყველაფერი, როგორც ის ბუძის ამბავი ალგეთში რომ გამიგე. ეს ზუსტი ვაკაცია იყო იმაში, რა ალგეთში, ღარიბაშვილთან, ის სადაც ცხოვრობდა. მეორე სასწრაფო დაიწყეს მანქანის გასუფთავება რუსთავში. წარმოიდგინე, თან ყოველ 2 წუთში პროკურორი რა ქვია მაგას.
ყოველდღე გადიოდა ურეკავდა ვიღაცას. შოთაძეს. ხო, პროფესორში დაჟე ვეხუმრე, ნახე მეთქი ახლა, ნახე როგორ გაიქცევა. აო მეთქი ახლა დამირეკეს მაგარი ახალი ინფორმაცია. ყოველად ვეუბნები და მან გაიგო, რომ გაიგოს, უცბად აიყო ტელეფონი გაუცბიციცილით. აზე მოდი რა, აი ეს საბავშვო ვიღაცები რა გზიდან მოაგროვეს, მოიყვანეს პროკურორი გახადეს. ანა იმას კი არ ვიძახი, რომ არიან პატიოსანი ხალხი, შინაგან საქმეთა სამინისტროშიაც, სუშიაც, პროკურატურაშიაც, მაგრამ ეს ნაგავები ეგეთი ტროლები სადნახეს ხალხო. ამ ღმერთის არ ეშინიათ, ან ოჯახები არ აყავთ. მაგის შვილები როგორ უნდა გამოვიდნენ, ხოლმე თქვენ ამის შვილი ვარ. ან ვიღაცა თვალებს როგორ უნდა უყურო, ამაზე არ ფიქრობენ. ამდენი სიცოცხლეს აწავლენ ესენი. მარტო მე ხო არა ვარ, ეს უბედურობა დაიწყო რაფალიანის ამბავში. აი მაშინ უნდა ყოფილიყო ხალხი ფეხზე დამგარიყოს უყველად ეს ამბავი არ მეხვდებოდა. ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა, მაჩალიკა შაქარაშვილიც, ყაეცალიაც, აი ავალიანის სუყველა. ბატონ ჯუმბერთი. გადასულები არიან დახოცვაზე და მარტო ფულის მოგებაზე, ეგრე არ არის ცხოვრება. ამას ხო ბოლო აქვს. ხალხი შვილის ხარზე, სისხლის ხარზე როგორ უნდა მიიტანო ის ფული, მილიარდები შეაგროვო. ხელი დადებით პირდაპირ დღეს მე არავის არ ვადებ. იმინდა 99% ვადებდი დილვაშვილს. ეგეც დამტკიცდა. დაიწყო გამოძიება. თუ თვითონ თავრობა არ მოდის, თავრობა თუ არ არის ჩართული ამ საქმეში. რატო ეშინიათ ამ საქმის გახსნა? დაიწყო გამოძიება. დაიწყო ისე მე რასაც ვიტყვი ისე გააგრძელო. ის კი არა, ინფორმაციას ვაწვი თანამშრომლობდით. არ მოდნენ სახლებში აშინებდნენ. აწინაურებდნენ, რა ვიცი, ფულს უხდიდნენ, რას არ შვებდნენ. აი ეგეთ შორს ადმირდო თქვენ მოქართის რეგიონის პოლიციის სამმართველო უფროსი გამომძიებელი სერგო შუბიტიძე. ვეღარ გაუძლო კაცმა, მავა არ მინდა ესეთი ცხოვრება, არც ესეთი მუშაობაო. სადავარო, ამი. აგიჟება სიყო კაცი. ჩემთვის უცხო კაცი. თამარ ბაჩალიაშვილი მოკლესო, ჩვენ შევხვდით მოკლესო. შვილი მოკლეს ამას ამბობდა. კი, მოკლესო. დალუქილი ტელეფონი ჩემგან აპუაშვილმა წაიღო ელგუჯა აპუაშვილი ნაზირალა და აფციაური. აპუაშვილზე იძახს წაიღო, გაასუფთავეს მომიტანეს ისევო. გამოვიდა თვითონად ხო. დაიჭირეს ორი თვე იყო თუ რაღაცა აწამეს კაცო. როგორ შეიძლება თავრობა ხარ, შენ მე უნდა მოქალაქეს უნდა მიხვდე, იმის თხოვნა უნდა მიიღო შენ გულთან, კაცო. შვილი მომიკლეს, სამართალს ვეძებ. შენ გამოდიხარ მაგრამ ბატონო სამართალი რო იპოვოთ, ახლა კიდე დამატებითი მტკიცებულებები დაგჭირდება. თქვენ მომზადებული ხართ ამისთვის? კი, მომზადებული ვარ. კი. ადვოკატი ყავს კიდე და ახალიც იქნება, ახალი ადვოკატი. კი ბატონო, კიდე ახლა წინასწარ არ ვიძახი გვარი არ ვის, ხო? მოლაპარაკებულად იქნება. და რა იქნება დამატებით? აი თქვენ რამე ვინმე დაგიკავშირდათ, ამბავი გაგაგებინათ? კი, მოწმეები არიან ინფორმაცია მოდის, ინფორმაცია მოდის, ჯერ მე მგონი ვერ რისკავენ და ინფორმაცია მოდის ეთი რომ აი პირდაპირ შუბში მიართვას სიმართლეს. ეს არ დაიკარის გახმაური, ეს საქმე არ ჩაწყნარდება. აუცილებლად უნდა დაისწრო. ჩემი შვილის წლები უნდა დაისწრონ აუცილებლად. გამოძიება დაიწყო დიაკ აპანაძისგან, მე მგოგოსგან. ინფორმაცია ყველა მაგარის. გაგვახსენეთ დიაკ აპანაძე. დიაკ აპანაძე, კი. ახლობელი დაკალი, ვითომც დაკალი, ხო. მაგან იცოდა ყველაფერი. სად უნდა წასულიყო, რა უნდა მომხდარიყო. ხუთი ჩვენებიდან არც ერთი არ ემთხვევა. და ლაშო ბაკურაძეს გარეშე ვერც აფციაური ეს ნაგავი ნაზირალა ვერც მეორე აპუაშვილი ვერაფერს ვერ იზამდნენ იქ იქ კიდე ბაჭულაშვილი შენი გოგო დიდ შარშია გახვეულიო რა სიტყვა იყო ან რატომ ეუბნებოდა მაგას ან რა უფლება ჰქონდა ტელეფონი არ დაელუქათ ოქმი დატანის ოქმი როგორ შეიძლება ტელეფონი ამის ხელში იმის ხელში იტრიალოს და წაშალო და ისაკლო სათამაშო ხო არ არის ტელეფონი დაგიბრუნეს? ტელეფონი დაგიბრუნეს, როგორ იცი დაალყეს, ტელეფონი დაალყეს, საერთოდ ის ახო, აი უყურებ რომ ტელეფონი ჩანს რა, ესია. ცოცხალი ადგილი არა აქვს იმას. თქვენ წერან გისმენდით პროკურატურასთან და იქ გომელაურზე საუბრობდით და ამბობდით რომ სწორედ შეიძლება ის ყველაზე მეტად იყო მეტი ინფორმაცია კი რა თქმა უნდა მთელი პოლიცია ჩარეული ბაჭულაშვილისა იქა ინფორმაცია გომელაურს არ ქონდა ინფორმაცია საწყალ ბავშვმა როთქა შსს არის ჩართულიო ლილვაშვილი ისა სუსი და ლილვაშვილიო და ხო გითხარი წევა
დაახსენა, მაგრამ გომელაური არ ხსენებია. მაშინ გომელაური იყო უფროსი. ისე უნდა იფიქრო, მაშინ მოადგილე ხო? თუ მოადგილე იყო გომელმა არ იცოდა? თქვენ ახსენებთ, რომ ხშირად დადიოდა თამარი ორთაჭალაში. ორთაჭალაში, კი ბატონო, რამოდენიმე ვეკი არის აქვე ახლოს ვაჟობშაველაზე. რომელი მისამართი იყო უფრო ხშირად? ორთაჭალაში, კაცო, ძველი პოლიციის შენობა როა. პოლიციის შენაგანსა სამინისტრო. შეიძლება და თამარი სუსთან ყოფილიყო დაკავშირებული თვითონ, რადგანაც რა გაძვირთ ამის საფუძველს? საფუძველი რა გაძვირთ, სუსის თანამშრომელი ხო იყო დაკავებული. პირადად მე გადავეცი რამოდენიმეჯერ თამონოს ბლეშკავ. აგერ რამიშვილმა შეეკითხა და გეტყვი. აქედან გამომდინარე, ჭობთ, რომ 9 წელი ქონდა მისჭირი. ლაპარაკობთ 7 წელი მოუხსნეს, წარმოიდგინეთ რა უცბად. 7 წელი მოუხსნეს უცბად, 2 წელი და გამოვიდა თქო, საერთოდ არ არის. რომელიც ყველგან ერთი რამე თქვენ გამოვიძიეთ. ერთადერთი რამე ისე ხოლმე გამოვიძიეს რაღაცა. ეს ხო ზღაპარია, ტყუილია. დაკავებულები იყვნენ გაყალბებით. ყველაფერზე მიდიოდნენ, ოღონდ გეყალბათ. ერთ პროკურორის თანამშრომელი ადრე ახლა აღარ მუშაობს, მაგრამ ესეთი ძვირი პროკურატურას არასდროს არ დაჯდომია ეს საქმე, გაიგე? ესე იგი, რა იგულისხმებოდა? ესე იგი, ტროლები, ყველაფერი დაწყნარება, დაფინანსება, რა ვიცი, ესეთი რაღაცები ალბათ, ხო? თუ რატო დაუჭდებოდა ძვირი? ბევრი უნამუსობა და ბევრი არაკაცობა ვნახე მე პროკურატურაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყველაზე არ ვიძახი. კიდე ვიძახი. ნაღდი ქართველი კაი ბიჭები მუშაობენ, ნამუსი რომიც ქვეყანად ერი უყვართ. მაგრამ ვერ გადიან პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სულშია ძალიან კაი ბიჭები. მაგრამ აი ნაზირლები აფუჭებენ, თელი მას უფუჭებს სახელს. ახლა გისმენთ და გამახსენდა დათო სარალიძის მამა, როდესაც ლაპარაკობდა, რომ როდესაც აღმოჩენდია ხომ მტკიცებულებას პროკურატურაში, რომ მიდიოდი, მე ამ ყველაფერს პირიქით აკრობდნენო. თქვენ შემთხვევაში აი თანამშრომლობის დროს როგორ მიდიოდა პროცესი? აი ეგრე, როგორც გაიგებდნენ, აი უცბად გაიქცეოდნენ და გააჩუმებდნენ. ადამიანს კარსულ დაუკაკუნებ. ეტყვი რომ იცოდე ხმა არ დაძრა რა, იცოდე აქ ვეღარ იცხოვრებ ამ სოფელში. გინდა ეს ადმირალი რესტორანი ადმირალი რომ მივედით მე და რამიშვილი. რუსი იყო იქ ვიღაცა და მეტყავს ახლა კლიენტები ვართ რაღაცა მანქანები დგა ქვეყანა რა. ახლა პირდაპირ ხო ვერ ეტყვი ადამიანს და გამოვიდა. ეტა კამერა работает. რამიშვილი კი работает без этого как? როგორ შეიძლება ამის გარეშეო კამერების გარე ნახე რა მანქანები დგავს, სტუმრები არიან რაღაცა და წარმოიდგინე ეს საიდან იმას ინფორმაცია მიაწოდა თუ რაღაცა მეორე დილის წავედი თუ გადაჭრილი იყო უკვე რა. ის დაიმალა, რუსი დაიმალა, სხვა გამოვიდა. და რას გვეუბნება? არა, სამბობთ, 3-4 წელი ეს კამერა არ მუშაობს. სადაც თამარის მანქანას უულია, ხალხო. იქ კამერები სულ გაფუჭებულია და გაფუჭდა. 1-200 მეტრში კამერებია, ყველა მუშაობს უკვე. როგორც იცია, სუსმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს აფერისტობა რა. აი ეს გააკეთეს აქა. ყველაფერი აი ხელის გულში აშკარად ჩანს რომ მოკლეს და გააყალბეს. თქვენ ამბობთ რომ თამარმა რაღაც ისეც მიაგნო რომ შეახსია პირდაპირ მაგას ვერ ვიტყვით ახლა ეს თამარი ძალიან იჭიერი იყო და ალბათ ვიღაცამ უთხრა მოდი აქ აი ესე გავაკეთო და შეახსია ვიღაც ფაილში და აი ეს არაპატიეს თამარის ძალიან დიდი ინფორმაციას ფლობდა თამარი ძალიან იჭიერი იყო ჩემი შვილი იმიტომ კი არ ვიძახი და ძალიან იჭიერი იყო თამარი ეს იყო მოვლენა ერთ-ერთი ვერაფერს აჯობებდა ვერავინ. აი ესეთი იყო რა. კოლცენტრებში ძალიან ნიჭიერი და განათლებული ახალგაზრდები მუშაობენ. ახლა რამდენი მილიონი გააკეთეს ღმერთმა იცის მაგით და ან როგორ გაზდიან იმ ფულით იმ თავიანთ შვილებს. ან რას ეტყვიან? ვინა ვარ, რა ვარ, როგორ გაგზარდიან, საიდან ვიგებდი ამ ფულს. უნამუსოები ყველაფერს ეტყვიან, მოატყუებენ, მაგრამ შვილებსაც. მაგრამ როგორ იზრდება იმ რატო ოჯახ შვილები? ეგ არის საქმე. თუ მშობლებივით გამოვიდა, ქვეყანას არ ჭირდება ეგეთი. თუ პატიოსანი და აი ხლა დღეს თუ უკმაყოფილი არიან მამის ამ საქციელზე, მაშინ ვერა ცოლი ჯიგარში, ბავშვსაც ყველა. რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან დიდი ინტერესის საგან იქნება თქვენი საქმე, თვალყურს მივადევნებთ აუცილებლად და დაველოდებით ახალ ადვოკატსაც და მტკიცებულებებს, რომლებსაც წარადგენთ, იმიტომ რომ ჯერჯერობით არავის დამტკიცებით ხელს არ ვადებთ, ჯერჯერობით არავის ვარაუდობით არის რაღაცები დაიწყო გამოძიება და მივაწვით ძალიან საინტერესო ინფორმაცია ძალიან საინტერესო
კი ეს მნიშვნელოვანია რომ ცნობილი გახდეს ბოლოს და ბოლოს, იმიტომ რომ საზოგადოებასაც აქვს ეჭვები და აი ეგრე, აი უნდა იფიქრონ, ყადაფმა თუ რამე წაიღო ამ ქვეყნიდან, ისინიც წაიღებენ. და ამის გულზე ხალხი შვილები ნუ დაუხოცენ. გაჩერდნენ, უკვე აღარ შეიძლება. ეხლა მეორე მხრივ დავიწყოთ, ხო? 2012 წელს მარტო ხოცავენ, ჟლეტავენ ვინც ვისაც საქართველოს უყვარს და ერი უყვარს, ზუსტად იმას საჯავენ. ნახეთ გაიტენა ციხეები სულად. პოლიტიკაში აღარ გადავდივარ, რამდენი ყველა შეიძლება სახელი დავავიდა. რა თუნდაც რაზე აკეთებენ ამას? საქართველოს ქართველების გარეშე, ხო? ეს არის. ამ ქვეყნის დავალება. ხართ და ბუნებრივია გულგრილი ვერ იქნებოდით ის რაც თუ თავრობა, ჩემი თხოვნა ეს არის ივანიშვილს ყველა. გამოიძიონ ეს საქმე. ჩემ ადგილზე სხვაც რო იყო, თვითონაც რო იყოს. არ იფიქრებს, მაშინ თავრობა ემაშვება ფარველობს, ყლელებს. ხო ეგრეა. უპატრონო ქვეყანა გამოდის მაშინ, ხო ამდენი ფაქტები, ამდენი აი თეთრი და შავი როგორც ირჩევა ესია ეს საქმე. ეს არ დაიმალება. იცავ მაღალ ყველა დაისაჯება. ბატონ ჯუმბერს. ყველა დაისაჯება. ზეგის წარმომადგენლები სად არიან? სულ ეს მაინტერესებს. არა, საერთოდ გააქრა. არავინ. ეთერშიც მოდიოდნენ. გეჯაზე იყო თუ რაღაცა თეორიას უკავშირდებოდა, ისიც დაიკარგავს უკვე. საერთოდ ის შენობა სად იყო ეს შენობა გამოსული? ვაკეში ხო აერაპეიშვილის მოპირდაპირ აქეთ ამხარეს. მიწისქვეშა გადასასვლელი რო, აი მაგ კორპუსში. ჩოხში დავდიოდით, მაგრამ ძალიან მალე დაიხურა ეს სამსახური და კი, მაშინ. ყველას გვაინტერესებდა რა საკეთებენ ზუსტად და რა იყო მათი საკითხი. კოლცენტრი. ეხლა რამიშვილს აგერა, რამიშვილს და ჩამოშოვდიო რამდენჯერ ეუთვალეს, რამდენჯერ დაემუქრნენ. ჩამოშორდი არსახის და ბოლოს რაღაცები შეუპერეს. გამხმარებია ეს კოლცენტრები რო იძახიან ეხლა. ელისო კილაძე ბევრი რაღაცა დამეხმარა. უსურვებ ჯამჩელად გამოსვლას იქიდან მალე. ბევრი რაღაცა დამეხმარა. ებრძოდა კოლცენტრებს. ბევრი შეკითხვა. ებრძოდა კოლცენტრებს, ბევრი სიმართლე. გინდა ვილავნეთი მაგის მეშვეობით მივახციეთ იქა. ბევრი სიმართლე. სიმართლეს რო იტყვის ადამიანი, მათი მტერია. ახლა გაუკეთეს ხალხს. ვერ დაუმტკიცებინ, იმიტომ რომ ტყუვილი არ ამგონია, ელისო კილაძე მაგაზე წასულიყო. ესე მგონია ეხლა. ხო, ამ საქმეშიც იგივე შემიძლია ვთქვა, რომ იმედი ვიქონიათ, რომ სიმართლე დადგინდება, იმიტომ რომ ძალიან რთულია ამ გამოძიებას, ამ ხელისუფლებას ენდოდა. გამოძიება, კი ბატონო, გამოძიება სახელი. ჩვენ საქმეში გამოძიება არ ყოფილა. არაფერი არ გამოძიება. პირიქით იყო დაშინება, მუქარები, აი ესეთი რაღაცები. ძალიან ველოდები ინტერესით რა მტკიცებულებები გექნებათ და რა ახალი ინფორმაცია რომ გახვიდეთ რეალურ გვაქვს ბევრი ინფორმაცია. კი, გვაქვს ბევრი ინფორმაცია. მოხდა ასეთი ლამაზი მშვენიერი 23 წლის გოგონა ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა. შეიძლება აიძულეს კიდეც რაც გადადგა ეს ვერსიაც არსებობს. ემუქრებოდნენ ოჯახით ემუქრებოდნენ და ეგეც გავიგეთ თამონას და ქალმა გვითხრა ჩემთან თქვაო რომ ოჯახით მემუქრებია მამას ვერ ვეუბნები ასეთ დღეში ვარ. ბუნებრივად ძალიან წარმოიდგინეთ თქვენო. აბა რა გავაკეთო ნეტი. ის ძალიან კარგად თქვენი ამოცნობის ოფლი არა გვაქვს, არაფერი არა გვაქვს. ვცდილობენ რომ გაარკვიოთ სიმართლე და დაადგინონ და იმედი მაქვს რომ საბოლოო ჯამში თქვენ გაარკვევთ ყველაფერს და რა თქმა უნდა მედია თქვენს გვერდით იდგება. კი ბატონო. მივადმევთ ალყურს ამ ამბავს. თქვენ რო არ იყოთ ალბათ ქვეყანა უკვე დაინგრევოდა რა. მადლობა თქვენ. მადლობა ტელევიზიას, რომელიც თქვენსავით სიმართლეს აჩუქებს და ეხმარება ხალხს. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და გისურვებთ წარმატებას ამ საქმეში რომ სამართალი დროულად იპოვოთ. მე მგონი ეს ბოროტ მოქმედები მალე დიდი მადლობა გემშვიდობებით